გამარჯობა ნინი, მოიცლი რომ შემომხედო? ძალიან დაკავებული. ხოთმებშია. აი ხა გავხედე ჩემთვის და რაღაც ესე მგონია რომ ხატამაკლია და მერთო. შეთეთრია ხოლმე. ანუ უბრალოდ თეთრი მაისური გაცვია, მეტი არაფერი. შენ რა იცი მე ქვემოთ რა მაცვია. კაი, ხა თლად ყვა. ეგ 500 გამომწერზე, ნინი, 500 გამომწერზე გონახე ქვემოთ რა გაცვია, რა ვიცი. როგორ ახარ? დამთავრებ თანევა. დიახ, ვცდილობ, ჩემი პირველი ჭიქაყავა არის დღეს სხვათა შორის ჯერჯერობით. კარგად, მე კოკოთი. მოგისალმებ. კარგად ხარ, კარგად. შენ როგორ ხარ? გამოფხიზლდი? ვცდილობ, ბოლო რამდენიმე დღე არის ჩემი შვილი რელსებიდან გადავიდა ცოტა ძილთან დაკავშირებით და დიახ, გამოფხიზლება მჭირდება. არა და ძალიან კარგი ძილის პატრონი ადამიანი იყო, მაგრამ რაღაცის გამო და მე გადაუხდა. რუტინა შეეცვალა ცხოვრებაში და უბრალოდ ხასიათია ერი. ხასიათი, რავი, ადამიანია ესეც, რა ქნასე. ესეთი ბედნიერი ხო არ იქნებიო შენო ესე შემომიტრიალდა და გადაწყვიტა რომ ამის 2 საათზე გაიღვიძოს ხოლმე და ეღვიძოს ესე 1-2 საათი. იცი რა უნდა კითხო ამას აქზე, ამას წინათ ვიღაცა ამბობდა რომ სახსრების რაღაც ამინდი იცვლებოდა რა და სახსრების კივილით გრძნობო ამინდის პროგნოზო და შენ ჯერ მაგას აქში ხარ. ნინი, ხო არ გავიწყდება რომ ჩემზე დიდი ხარ ასაკით. არა, ისე დამაინტერესა ასაკი. ხო, შენ თუ გრძნობ არ ვიცი, მე მოტეხილ ფეხზე ვგრძნობ ხოლმე ხანდახან, სახსრებზე ვერა. კაი. დავაკვირდები არ ვიცი. დიდი ხანია არ მიგზნია სხვათა შორის არც ეგ. ესე რამდენი ხანია? მე ძალიან ფეშად გრძნობ თავს, ძალიან კარგად გრძნობ თავს. 1-2 კვირა ექიმთანაც არ ყოფილი ვარ არა. პატარა გაკლია. ანუ მეგობრებო, თუ ვინმე ეძებთ მეუღლეს, შეგიძლიათ ბარემ გაუვაროთ, ნინი, სათხარ ხო არ იტყვი. თუ გამოიცნობთ მეგობრებო, ესე იგი ბედია. თუ მოგადგება ნინი ვინმე კარზე ესე პირდაპირ, ესე იგი ბედია და უნდა წაყვან. დიდი მადლობა ნეტა ამ შესავლისთვის და ესე ჩემზე რო ზრუნავ რო. ნამდვილად, ყოველთვის ნინი, მე სულ შენზე ხატა უნდა გამოიყოს თავ. ხატა არ მაქვს. ხატა მე მაქვს. ჩემი ქორწილიდან და შესაძლოა ჩამომიტან იმას რა ქვია მაგ ფატას მე ამბი კიდევ. არა, მანდ მაქვს, კაცო და გაიარე და მოგაწვდიან. კაი. ხარი მოვიდეს. თავარია მოვიდეს და გაუჩენელს გაგიჩენ ნინი, შენ მაგაზი არის. დიდი მადლობა. ისე რამდენი ხანია არ გვილაპარაკია. რო ვიყენებდით ამ ზაფხულის ჩანაწერ ვიდეოებს. აუ ძალიან მინდა ეხა რუსული რაღაცა ვთქვა, მაგრამ აი ძალიან დააკუდებოდა მაგ. მე შეგინა თუ დავატოთ, რაღაცა მაგიმას რამდენი ხანი არ მინახა. მინახავ ხარზე არის რომ სკოლკა ზიმ, სკოლკა ლეტ. იყენებ ხოლმე მაგას? არა, არ ვიყენებ, მაგრამ შენ იხუმრე და როდის ნახეთ ბოლოს აგვისტოში, ხო? არა, სექტემბერში, 7 სექტემბერში სურათი რო გადავიღეთ. ქორწილი, მე მივდიოდი მაშინ ქორწილში. ეს ქორწილებში ვართ, ნინი, არ შემიძლია. რა ვქნათ, 100 ჩვენ ცხოვრობთ. მოგეთ, ესე იგი. ხო, ესე გამოვიდა და თან თემაზე რო ვფიქრობდი, რა თემაზე ჩავწეროთ. თქვენ რაც რამაც შემაწუხა, ის თემა წამოვიციეთ წინ. ცხოვრების და ანუ პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი. მითი თუ რეალობა. მოდი, რას ფიქრობ შენ გითხარი და მეც ასე ვთქვი, ჩემ პრობლემებს გულის ტკივილს გავაზიარებ ჩემსაც. მე მგონია რომ მე ხო ოჯახი არ მყავს, ხოლმე კატა მყავს და ესე ჩემი თავისუფალი დრო ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს იმასე რო გითხრა სამსახური და მე სამსახურს იქეთ აქტიურობი როგორც არის მეგობრების ნახვა აქტიურად ისე შევედი რამდენიმე დღეა და თუმცა მე ვფიქრობ რომ ნუ ვისაც ოჯახი ყავს და არა მხოლოდ ძალიან დაჩქარებულია პროცესები ბოლო წლებია და ბევრისგან გამიგია ეგ წუწუნი რომ უჭირთ სამსახურის და პირადი ცხოვრების დაბალანსება რაღაცას ყოველთვის აკეთებ. მაგრამ მე მგონია რომ ეგ ყოველთვის მასე იყო. თან აქ პრიორიტეტების ამბავით. გარდა იმისა პრიორიტეტების ამბავი როა რომ გავიგერო ოჯახი ყავს, მაგრამ თან გინდა რომ ბევრ რაღაცას არ გამოაკლდე რა. შეიძლება იყოს პირობითად სამსახურს იქეთ, პროფესიული ტრენინგები, ან მეგობრების შეკრება, გაჩნია კიდე რა თქმა უნდა სამეგობრო წრე ყავს და ასე შემდეგ, ხო? მე დიდი სამეგობრო წრე მყავს და ამა როდის იყო ერთი
ერთი შემოსულიყავი მგონი მაგ პერიოდში აგვისტოს თვეში იყო რომ სახლში აი ორშაბათიდან რომ დავიწყე კვირის ჩათვლით სახლში ყოველთვის ვიდიოდი 11-12 საათზე და ამ ამ კვირის განმავლობაში ამ დღების განმავლობაში სულ სხვადასხვა ვიღაცას ნახულობდი რა ხო რა მეკეთებიან სახლში ხა დიდად ის საქმეების არ მაქვს და მთელი ამბები მაგრამ ცოტათი მეცოდება ცოტა ისეთ სიტყვა რა ორი სიტყვა მინდა მოვიწვიო, ჯერ ვერ მოვიწვიე და მე ვიტყვი თუ რომ რამე, რომ მოგვაშველენ. იმ ადამიანებს, ვისაც ამდენი თავისუფალი დრო აქვს და ბევრ რაღაცებზე უარს ამბობენ, ცოტა რაღაცა ემპათიის გრძნობა მიჩნდება. არ ვიცი რანაირად ახერხებენ. მე მაგალითად ცოტა ცუდი მაგალითი ვარ, შენ უფრო ალბათ გამრავალფეროვნებ ამ თემას. ოჯახის და პირადი ცხოვრების და სამსახურის რაღაც გადაკვეთებს და ასე შემდეგ. ხო, იცი რა არის ახლა რომ ვფიქრობ, კი, ეხლა ძალიან დაკავებული ვარ, ანუ მართლა ბევრი რაღაცა არის, რადგან მიწევს რომ ერთდროულად ვიფიქრო და გავაკეთო, განსაკუთრებით ბავშვის დაბადების მერე. მაგრამ ზოგადად მგონია რომ ტიპაჟზეც არის ადამიანის ტიპაჟზე დამოკიდებული რა. ანუ აი მე მიყვარს ზოგადად ეს შეგრძნება, აი რომ ბევრი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და იმასაც ვაკეთებ, იმასაც ვაკეთებ, იმასაც ვაკეთებ, ანუ ეგ შეგრძნება ყოველთვის მიყვარდა. საქართველოში განსაკუთრებით, აი ძალიან ესეთი ის მქონდა რა, აი ეხა ეგ მივდივარ, ეხა აქ მივდივარ, ეხა ეს უნდა გავაკეთო და აი ეს რაღაცა არეულობა არა, ანუ აი რაღაცა მუხტი რა, სხვანაირი მუხტი მქონდა ყოველთვის. მე აქეთ რო წამოვედი, და თან ძალიან სწორს იძახი, ანუ აი მეგობრების და ესეთი რაღაცა გარემოს არსებობა ეგ ძალიან ბევრს ცვლის. მე აქეთ რო წამოვედი საცხოვრებლად, მარტო ეხა ამ ქვეყანაში არა, სხვაგანაც სადაც მიცხოვრია, ყველგან უფრო მეტად მივხვდი აი ამ ბალანსის ამბავს რა. იმიტომ რომ ყველას, იმიტომ რომ გარშემო შენ გარშემო ვინც არის, ყველას აქვს ეს ბალანსი. ანუ ყველას არა, ეხა ძალიან ვაჭარბებთ, მაგრამ ანუ ყველა მისაგნებად. მეტნაკლებად რაღაცნაირად ამ ჩარჩოებშია რა, რომ განსაკუთრებით ევროპელები, განსაკუთრებით, ანუ აი ჩვენსავით ჩამოსული ჩამოსულები კი არა, ანუ ევროპელები განსაკუთრებით, ვინც რაღაც სხვანაირად იციან ამის ფასი. მე ესე მგონია რა. იმ ოჯახთან ყოფნის ფასიც, სამუშაოს ფასიც, უკეთ ყველაფრის. და მე ასეთ გარემოში რო ცხოვრობ, შენ დაუნებურად, შენც გიწევს რომ აყვე ამ ყველაფერს რა. და რაღაცები უფრო მოაწესრიგო და გადაალაგო. და მე ანუ აი აქ ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი, აი ბავშვის დაბადებამდე განსაკუთრებით, ბევრად უფრო ის ვიყავი, ანუ აი რაღაცა 5 საათზე მაგალითად სამსახურს ვამთავრებდი. ყოველთვის კომპიუტერს დავხურავდი და ეს იყო. ნუ სამსახურიც მაძლევდა მაგის თავისუფლებას, იმიტომ რომ არ ვიყავი რეალურად ისეთი გადატვირთული რა. და ნუ ეხლა ბევრად უფრო სერიოზული სამსახური მაქვს და ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა იმასთან შედარებით. ხო და ნუ აი ახლა ბავშვმა და ახალმა სამსახურმა მიუხედავად იმისა, რომ სრულად სახლიდან მუშაობ და შეიძლება კიდევაც აი ამაზეც მაინტერესებს შენი აზრი, ეს უფრო ის იყოს დამატებით გამაღრმავებელი ამ და ბალანსის დარღვევის. ანუ სახლიდან ვარ მუდმივად მაქსიმუმ ნუ ბიზნეს მოგზაურობებზე მიწევს წასვლა, არც თუ ისე იშვიათად. და ხო, ბავშვი მყავს რა, ოჯახი ახლა, ნუ ჩემი ქმარი, ჩემთან ერთად არის ჩართული ამ ყველაფერში. ანუ ეს არ არის რომ რაღაცა მე ვიღებ მარტო რაღაცებზე პასუხისმგებლობას. და თან ძირითადად ვიღაცა სხვა დამხმარეც გვყავს. ანუ მარტო ჩვენ არ ვართ რა, ბავშვთან მიმართებთ, ხო, ორივე მუშაობთ, ვიღაცა მუდმივად გვეხმარება. და მიუხედავად მაგისა, მაინც ანუ აი სამსახურზეც არის ხოლმე რომ ბავშვს დავაძინებ, მერეც მიწევს რაღაცების კეთება, ყოველთვის არა. ეხა აი რაღაც გააჩნია რა, იქაც რაღაცა ესეთი ასვლები და დასვლები არის რა, ups and downs მინდოდა მეთქვა რა ქართულად. ჯერ არ გვაქვს ის ყუთი რომ ჩავაგით ჩააგდო ფუნტები ასე ხო, რომ ხო. შეგიძლია. ანუ ეს ასვლა-ჩასვლები ძალიან უცებ დატვირთული მერე განტვირთვა რაღაც ესეთი მომენტები ხშირია რა და აი ამ დროს განსაკუთრებით გრძნობ და ამ წუთას მე ვიგრძნობ ჩემ თავს ბალანსში. ანუ აი ეს არის ჩემი ის. ხო, აი სახლიდან მუშაობასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რას ფიქრობ? მაგ დროს როგორ აბალანსებდი? კოვიდის დროს იყავი ხო შენ სახლიდან თუ კი, კი, წაი? კი, 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 კი. ნუ კოვიდის დროს ცოტა განსხვავებული სიტუაციაც იყო, საერთოდ სახლის იქით არ არსებობდა ცხოვრება, მაგრამ მე მგონია, რომ თქვათ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი სახლიდან რომ მუშაობდა, იმიტომ რომ ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ საქართველოში და თბილისში საქმეების ამბავი, რომ მხოლოდ რო გვეხარჯება ზოგადად ტრანსპორტირებაში და დიდი დრო მიდის ამ ყველაფერში და უფრო მეტ რაღაცებს დაუთმობდი
დროს. აი დროს რაც შეეხება შენახოთ, აი რაღაცა გამახსენე 5 საათზე ვამთავრებდიო. ამას წინათ მე ჩემი ერთი თანამშრომელი და ერთ-ერთი უცხოელი მოკლედ საუბრობდით რა და იმ გერმანელმა რა გერმანელმა მითხრა რომ ვიწყებდო სამსახურსო 7 საათზეო და ვამთავრებდო სადღაც 3 საათისკენო და ჩემი რეაქცია იყო რომ აკეთებ მე თქო რომ რაღაც ძალიან შოკში ვიყავი და მაგან მე კარგად ამიხსნა რომ აი work life balance-ზე ჩამოვარდა საუბარი და იდეალურიაო ჩემთვის, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში სადაც ხომ მიცხოვრიაო, იქო სადღაც 5-6-ისკენ ვამთავრებდითო, მე ისე დაბნილი ვიყავიო, გამოფიტული ვიყავიო, საერთოდ ოჯახსო ერთ-ორ საათს თუ დაუთმობდნენ, მე ძალიან მალევე ვიძინებდიო რა და ამ შემთხვევაში ძალიან ძალიან დიდი დრო მაქვსო ჰობისთვის და მთელი ამბების, აი ჩემ თავზე რო ვთქვა, მე ხა სადაც მუშაობ, იქ მგონი იანვრიდან პარასკევ დღეს 3 საათამდე ვმუშაობ და იდეალურია, ძალიან მაგარია. ყველა ვინც მიყურებს, ახლა ყველა. რამდენი ადამიანიც მიყურებს, ყველაზე highly recommended არის რა, იმიტომ რომ პარასკევს 3 საათზე, როდესაც ვამთავრებ სამსახურს, მე იმდენ რაღაცას ვასწრებ, იმდენ რაღაცას, რომ ზოგჯერ მიკვირს კიდევაც, რომ აი რანაირად ამ 3-4 საათში, თან პლუს კიდე მაგ დროსაც ფლები არ არის მაგ დროს რაღაცა რიგები შეიძლება არ იყოს, მაგას ექიმთან ან რაღაც კონსულტაციაზე სხვაგან რომ მიდიხარ და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა და ეგ პირველად როდესაც შემოვიდა ჩვენთან სამსახურში 3 საათზე პარასკევს მე და ჩემი თანამშრომელი რო გამოვედით სამსახურიდან ჯერ ვერ გავიგეთ რომ ზამთარი იყო მაშინ და რო გამოვედით გარეთ და არ არის ღამე, დღე არის და არ ვიცოდით საწოლს სულიყავით, იმიტომ რომ რაღაცნაირი უხერხულობის შეგრძნება იყო რა და დროს მოკლედ ძალიან დიდი ნიშნობა. დროს არ მხოლოდ ენერგიასაც რა რომ თელ დღეს რო სამსახურში ხარ, შეიძლება დანაც გინდოდეს რამე აქტივობა, დანაც გინდოდეს სადმე წასვლა, მაგრამ იმედად გამოცვლილი ხარ ამ ენერგიისგან, რომ ერთადერთი რაც გინდა, ახვიდე სახლში და დაიძინო, დაისვენო, ფილმს უყურო. და ამიტომ ეგ რაღაცა თქვათ, კი არ მინდა ეხლა რომ რაღაცა ინამ არ მიყივლოს და ჩემმა სამსახურმა შვიდაზე დაიწყოს მუშაობა. იცი რა არის? აი ჩემი აზრით მათ შემთხვევაში. გავს იმაზე მეც რო დავამატო, ანუ აი ეხლა ჩემთვის ცოტა რამაც მგონია შედარებით გაართულა. ნუ იმიტომ რომ მე ესეთი ტიპის ადამიანი ვარ ზოგადად რა, მე მიყვარს ხალხმრავლობაში ცხოვრება, ქალაქში ცხოვრება მიყვარს, ეს სიტუაციები რომ მიყვარს. სანამ ცხოვრობდით ბუდაპეშტში, ანუ ქალაქის ცენტრში ცხოვრობდით, საკმაოდ ცენტრალურ ადგილას და ხმაურიან ადგილას და ოფისიდან ძალიან ახლოს ვიყავი. ჩვენ ვიწყებდით 9-ზე და 5-ზე ვამთავრებდით დაახლოებით და მართლა იდეალური იყო ეს დრო რა, იმიტომ რომ ან მაგიტო ეხა ვინ რასაც ეჩვევი რა, ეხა ის 3-ზე რო არის მიჩვეული, იმისთვის 3-დან იყო, მაგრამ ანუ ეხა 9-ზე რო უნდა ვიყო ოფისში, 8-ზე ვიღვიძებდი, ისე ახლოს ვიყავი, რომ 8-ზე ვიღვიძებდი და 9-ზე ოფისში ვიყავი. ეხა 7-ზე რო ყოფილიყავი ოფისში, ანუ მგონია რომ მაშინ ძალიან მაინც ადრე მომიწევდა რა, ეხა მაშინ 10-ზე უნდა დავიძინო, ესე ვიძინებდი რაღაც 11-12-ისკენ და ძალიან ძალიან კარგი იყო და მოსახერხებელი. სამსახურიდანაც რო გამოვდიდი, ზუსტად ეგრე ვიყავი, ძალიან ბევრი დრო მქონდა, ყველაფრის გასაკეთებლად. იქ სახლშიც მივიდოდი, დავისვენებდი, გამოვიცვლიდი, კინოში წავიდოდი, მეგობრებს ვნახავდი, ანუ ბევრი რა, მუზეუმში წავიდოდი, ანუ დრო მქონდა იმის, რომ რაღაცა მუზეუმიც მენახა, მოლში გავსულიყავი, რაღაცა ანუ ყველაფრის დრო მრჩებოდა და ძალიან კომფორტული იყო. აი ეხლა ონლაინ რაც მუშაობ, სრულად ონლაინ და თან ეხლა ქალაქგარეთ ცხოვრობთ, ძალიან პატარა საყვარელი ლამაზი ქალაქია. საკმაოდ ხალხმრავალია ტურისტულად, ანუ ეხლა მაშინაც ხო გვაქვს ამაზე ჩაწერილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი რაღაცა აქ მაკლია, ანუ აი აქ ვერ გარეთ რო გავდივარ, ანუ რავი გავედი გარეთ და რავი, გავისეირნე მდინარესთან ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, 6 თვე. აი ეგ მომენტი აქ მაკლია, ანუ ეგ ვერ მიბალანსებს რა. აი მაგიტო ეგ გარემო. ოღონდ იმიტომ რომ ანუ ეხა ვიღაცისთვის მაგალითად ეხა ბაღში დავიწყე რაღაცების მოყვანა, ხო? ანუ რაღაცებში შევეცადე რომ ჩემი ეს ენერგია ჩამედო. ბავშვთან ვატარებ დროს, ნუ ბავშვთან ისეთ მთელი დღე ვატარებ დროს, მაინც ეგ მომენტი უფრო ის არის. მაგრამ ხო, აი ეს გარემო რო აღარ მიწყობს ისე ძალიან ხელს, იმბალანსის დაცვა ძალიან მიჭირს, თორე ამ სამსახურშიც 5-მდე და უფრო მეტადაც, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ 8-დან 4-მდე ვიქნები. ან როგორც მე მინდა რა, ანუ არავინ არ მიყურებს და არავინ არ მიკონტროლებს წუთებს და წამებს რა, ამ სამსახურში განსაკუთრებით. ზოგადად
ხო. კი, კითხვა ეგრეთ მაქვს გასაგებია. შენთან, არა, კითხვა მაქვს აბა თამაში. შენთან, რაღაცა აი ეს მინი რიტუალები ხო არ გაქვს, რომ აი ეს შენი სისტემა, აი ამ ბალანსის შეინარჩუნო. მაგალითად, აი, აა ხო, თქვი თუ არ გინდა, კაი. ერთადერთი, რასაც ძალიან დიდი ხანია ვცდილობ, რომ სამსახური საქმები სახლში არ წავიღო. აჰა. ეგ არის ჩემი ერთ-ერთი რიტუალი, ოღონდ წლები არა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მქონდა, ეგ განცუდი პერიოდი, როცა ჯერ ერთი hard working ტიპი არ ვარ მე, აქედან ვერ შევთანხმდეთ, რომ მაინც ის დავაკეთო. არა, რაღაც საქმე არის, ბაზარი არა, პასუხისმგებლობით გავაკეთებ, მაგრამ ის რომ რაღაცა ჩემი ენერგიის, ჩემი დროის ხარჯზე რაღაცები მეტად გავაკეთო და ჩემ თავს მოვაგო, მასეთი ტიპი არ ვარ და მიხარია რომ მასეთი ტიპი არ ვარ. ეგ რიტუალი მაქვს, რომ სამსახურის საქმეები ახლა გააჩნია ხო თუ თეთრი მეკიდება და საოცრება ხდება, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ესეთი მომენტები, მაგრამ ოღონდ ეს არ გადამდის რა რუტინაში და მუდმივობაში. და კიდე რუტინა არაფერი, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს სახში ყოფნა. და სახში ყოფნით ვიტენები რა ინტროვერტებს და ექსტროვერტებს და ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც. თუმცა აი ზოგჯერ შეიძლება ძალიან მეზარებოდეს მეგობრების ნახვა, ოღონდ მეზიზღებიან და არ მიყვარს კი არა, ძალიან მიყვარს ყველა მეგობარი, მაგრამ დატენის ამბავს ვერ ვასწრებ რა და ერთი ის ამაკ რა ქვია, რომ ჩემ თავს დავაძავო ეს სოციალიზაცია, რომ რაღაცა ჩატები ხომ მაქვს მეგობრების და იქ ვიწერები ხოლმე რომ აი პარასკევს 20-ზე 20-ზე შევხვდეთ და იქ უკვე ჩემმა ტვინმა იცის რომ всё ნინი არ მიდიხარ საფცი და რაღაცნაირად სოციალიზაციას ახდე. ეგ რიტუალი შეიძლება თქვა კიდე მეტი არა. შენ გაქვს ამე ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული? ანუ მე მქონდა აი ეგ ზუსტად რა, ადრე ან ეხლა მიჭირს, ანუ სავარაუდოდ იმიტომ რომ როლიც ახალია ჩემთვის, ამ მშობლის როლი ძალიან ახალი არის რა ჩემ ცხოვრებაში შემოსული. და მაგიტო აი ვერ ყვევი, გარკვევის პროცესში ვარ რა, აღმოჩენის პროცესში, როგორ უნდა დავალაგო და დავაბალანსო ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი, რამდენი ხანი გავძლებ ესე, არ ვიცი. და თან უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, ესე სრულად ონლაინ მუშაობა, რამდენად საჩემოა და რამდენად კომფორტულია. ამას კი. იმიტომ რომ ძალიან ეხა რაღაცა ბოლო ერთ თვეში სამჯერ ვიყავი წასული თრიფებ, ანუ მოგზაურობებზე სამსახურიდან რა. და ძალიან ვისიამოვნე, როცა თანამშრომლებს შევხვდი. ანუ თანამშრომლები აქაც მაქვს ოფისი, ბუდაპეშტიც არის ოფისში, მაგრამ ჩემი რა ქვია, გუნდის წევრები არ არიან. ანუ სხვა დეპარტამენტის წევრები არიან ძირითადად რა. და აი რომ მივიდე, ანუ მართლა უბრალოდ იმისთვის უნდა მივიდე, რომ ვიღაცებთან ვიჯდე და არ მიღირს რა, ესე უბრალოდ მივიდე და ვიღაცასთან ერთად ვიჯდე ოთახში, მირჩევნია სახლში გავატარო ეგ დრო. მაგრამ აი ეს რომ ნახე, ვისთანაც შემიძლია რომ რაღაცა საერთო პროექტზე ვილაპარაკო საერთო იმებზე, მივხვდი როგორ მომენატრა ეს ყველაფერი. აჰა. და აი რაღაცა აი ამაზე შემომეპარა რა, რომ არ ვიცი, დიდი ხანი გავძლებ ესე სრულად ონლაინ სამსახურზე? ნახოთ, ანუ სავარაუდოდ ეხლა ახალი წევრი ყავს გუნდის, რომელიც ისიც ბუდაპეშტშია ეს გოგო და შემდეგ კვირაში უნდა შევხვდე. და იმასთან უფრო მექნება გადაკვეთა რაღაც პროექტებზე და აი ეგ მაგისკენ და თან ალბათ უფრო ხშირად დავიწყებ რა სიარულს, იმიტომ რომ ხო, აი არ ვარ მე ეს ტიპი, ეგ არის ყველაზე მთავარი რა, ვერ ვარ ის ტიპი, რომელიც ესე სრულად სახლიდან შეძლებს, რომ თავისი სოციალური და რაღაცა შინაგანი სიმშვიდე რო შევინარჩუნო. და იცი რა არის, კიდე მგონია რომ ვცდილობ რომ არ დავისტრესო მაგის გამო, რომ აი ეს ბალანსი არ მაქვს და მგონია ეგ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინტერნეტში ძალიან ხშირად მხვდება ვიდეო რომ აი გვაჩვენებენ დედებზე მაქვს აქ ახლა განსაკუთრებით აქცენტი, რომლებიც ყველაფერს ასწრეფენ, აი ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერში იდეალურები არიან. და ძალიან დამსტრესავია ეგ რა, მე ან ვიღაცა გამოვა და მე სამ შვილს ვზრდიდი და შენ ერთზე რა გიჭირს, ანუ აი ეგეთი რაღაცები და რასაც ვცდილობ რომ აი ეგეთი რაღაცები არ მივუშვა ძალიან ახლოს, იმიტომ რომ ხო, ანუ ბევრი სხვა რაღაცა არის აქ განსაზღვრელი და განმაპირობებელი რა და ესე შენ სამშვილს როგორ ზრდიდი და მე იმ ერთ შვილს რა ენერგიას ვახარჯავ, ხა ეგ ძალიან სხვადასხვა რაღაც არის. და თუნდაც იგივე ხო, აი შენ თქვი რომ მე არ ვარო შენსავით hard working-ი, ხო, მე ეგ მაქვს ყველაზე მეტად დასაბალანსებელი რა. რომ აი ეს სამსახურის რაღაცები ჯერ ერთი მიყვარს ძალიან ამის კეთება, ანუ ეგ არის მთავარი პრობლემა, ძალით არ ვაკეთებ. ანუ მიყვარს ეს პროცესი რა.
და ხშირად მაგიტომ ამთავრებ ხოლმე ისეთ სიტუაციებში, რომ რაღაცების ძალიან დიდის გაკეთება მიწევს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვიღებ. ვერ ვიტყვი, რომ ამას უკან სარგებელი არ მოუტანია ჩემთვის. ანუ მაგასაც ვერ ვიტყვი ესეც ალსახად რა. მაგრამ შეიძლება ეგ რო არ გამეკეთებინა ის სარგებელიც მასე მაინც მოსულიყო. ანუ ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ ძირითადად სულ მეორე მხარეს ვიქცევი ხოლმე. შენ რა შეგხვედრია ესეთი, ან შენ გარშემო, აი ახლა საქართველოში, ან მე მაინც ჩემი გადმოსახედიდან აქედან ვლაპარაკობ და საქართველოში როგორ არის, აი დედების მხრივ რა, ის ჩვენი ასაკის. იცი რა არის? შერეულად არის, თუმცა რასაც ვაკვირდები, აა, მე არ მომწონს რა ეგ რეალობა. ჩემთვის არ მომწონს, თორე ახლა ის ძალიან ბედნიერია შეიძლება იმ რეალობაში, იმიტომ რომ მე ახლა ამ ცხოვრების ამ ეტაპის რეფერენდუმს და მომიწიოს ვიღაცამ და ბედნიერება დამპირდეს და ბედნიერი ცხოვრება ჩემს პირად ინტერესებს, გართობას, იმის შეგრძნებას რა აი მაგალითად შაბათ კვირას უცებ მომინდა და სადმე წავედი ან სადმე გავფრინდი ამ ამ იმას ვერ ვუკარგავ რა ჩემ თავს და ალბათ кайხანია ვერ გავუკარგავ, იმიტომ რომ ძალიან პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ჩემი თავი. მაგრამ რაც მინახავს სხვებზე, ხო, აი ძალიან ისი არიან რა, რომ როცა ვინმესაც შვილები ყავს, ოჯახი ყავს, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად რაღაცებზე უარის თქმა უწევს. თუნდაც თუ პატარა ბავშვი ყავს, მაგ შემთხვევაში ხო მთლად უფრო და უფრო, იმიტომ რომ სამსახურის მერე სახლში უნდა წავიდეს. თუ ცოტა დიდი არის, იქაც კიდე სხვა რაღაცები არ გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი და მთელი ამბები რა და მაგრამ აი ხო საქართველოშიც მე მგონია რომ მაგრამ დიდად არ წუხს ეს ხალხი რა რო გითხრა რომ ცოტა ჯერ მისაუბრე ამ საკითხზე ამ ხალხთან ხო მოგატყუებ მიყვარს ეს თემა ძალიან და ზოგჯერ თავისუფალ თემა დაგვირჩევია ხოლმე მეგობრებს და გვიმჟელია ხშირად ამ ყველაფერზე და ხო რა მე მაგაზე არ მომწონს ცხოვრების სტილი არ მე არ მომწონს ჩემთვის ერთი აზრი მაქვს მაგასთან დაკავშირებით, აი არწუწუნთან დაკავშირებით რა. და მაგას საქართველოში ჩემი აზრით, აი როგორ გადმოვთარგმნოთ, guilt culture, როგორ გადმოითარგმნება, დანაშაულის კულტურა. ხო მოდი ხო ესე ხო ხო დავარქვა რა. და გეტყვი, ანუ მეც ჩემთანაც გქონიათ მცდელობა, ესე მგონია მაგისი. იცი რა არის, რომ ანუ აი როცა ხარ დედა, როცა იწყებ მუშაობას, როცა ირჩევ იმ გზას, რომ აი მე სახლში არ ვიქნები სულ ბავშვთან. და აი მან დრო შენ წუწუნი დაიწყო. მერე გეტყვიან, მერე მოდის ესენი, რომ აბა შენ თვითონ არ გადაწყვიტე, ანუ აბა რა დასაჩენდი გეგონა, აბა რა გეგონა რა მარტივი იქნებოდა, ანუ ესეთი რაღაცები მომისმენია და მე ჩემი თავი დამეჭერია იმაში, რომ თავს ვიმართლებ წინასწარ ამ ყველაფერში. ანუ ხო, ჩემი გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, რომ ხო მე ესე ავირჩიე და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე და თითქოს იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება შენით მიიღე, ამისი ამაზე საუბრის და გამოხატვის უფლება თითქოს არ გაქვს. აი ეს მე არის რაღაცნაირად რა. და მგონია რომ აი ეგეც არის იმის დამსახურება, რომ ხო, შენ გარშემო მეგობრები ამაზე არ წუწუნებენ და ამაზე არ აქვს. ისე ძალიან საინტერესო იქნება კაცების გადმოსახედიც. ჩემი აზრით ამ საკითხზე რა, ისინი როგორ უყურებენ ამ ყველაფერს, ანუ რამდენად ინარჩუნებენ. იცი რა არის? კაცების შემთხვევაში, აი სუბიექტურად რომ ვთქვა, უფრო მარტივი მგონია ეგ ამბები რა, სამსახურის და პირადი ცხოვრების დაბალანსების, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ირგვლივ ძალიან ბევრ წულს ვიცნობ, სადაც ორივე თქვათ ესე თანაბრად არა მოგატყუებ, მაგრამ სადღაც 70-30 ან 60-40 არის ჩართულები, მაგრამ კაცები უფრო აი თავისუფლად არიან რა აი ვიღაცა ჩატში რომ მოიწეროს ეს მგონია რა ქინა ეს მგონია ჩემი ძმის და ჩემი მეგობრების იმაში რომ ანუ მე თიაზრებენ რომ ანუ წამსაც არ ფიქრობენ რომ არ მიიწერონ რომ მოდი დავფიქრები მე ახლა ხარჯობია სახში წავიდე ვიდრე ვუდის დასალევად აი ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რა რომ უფრო მარტივი ცხოვრება აქვს მაგ მხრივ რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ that's fine. თოლი ხო, სახშია, ის ხო დედა არის და მოულის. ხო. შეგვეცვალა მენტალიტეტი, რა საკურველია, რა შედარებაა, რა ხდებოდა 20-30 და კიდე ბევრი წლების წინ, მაგრამ კაცებს უფრო კარგი
ცხოვრება აქვს მათ. ჩემი არის, შენაც ვიქნებ. სხვათა შორის მაგაზე ვუყურებდი რაღაცა ერთი ვლოგერი არის ინტერნეტში და იმ გოგოს ვუყურებ ხოლმე. გოგო რა რაღაც 45 წლამდეა მე მგონი რა, ან 40-55 წლის. და ეხლახან გაშორდა ქმარს და საკმაოდ ისეთ რთულ პირობებში გაშორდა და გუშინ შემხვდა ეგ ვიდეო ზუსტად რომ ეს იძახდა რომ კაცების გადმოსახედიდან ქორწინებაო ძალიან დიდი ინვესტიცია არის რა იმიტომ რომ სტატისტიკურადაც რო შეხედო დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცხოვრობენ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ უფრო წარმატებულები არიან სამსახურში უფრო ბედნიერები არიან და ასე შემდეგ და ქალებისთვის ესო პირიქით თუ ანუ პირდაპირ საპირისპირო არის ახლა სტატისტიკას ვერ მოვიყვან ნამდვილად არ შემოწმებია და ამიტომ იმ ვლოგერ ქალს ვტენი ამ ყველაფერს ესეც ვლაპარაკობ არ ვიღებ მაგ სტატისტიკაზე პასუხისგებლობას მაგრამ არ მგონია რომ მოეგონებინა და საინტერესო იქნება მე ამის დამონტაჟების დროს თუ რაღაცას მოვძებნი და გავაზიარებთ ან კომენტარებში და ქალებისთვისო პირიქით არისო რა ანუ უფრო მეტი სტრესი აქვთო სტრესის დონე ძალიან მაღალიაო უფრო წარუმატებლები არიან სამსახურში ნაკლებს იღებენ ხელფას ყოველთვისო შედარებით ანუ თალსახად მარტო ხელა ქალებისგანო რა ანუ კაცებთან არ არის შედარება ან იმ ქალებთან ხდება შედარება ვისაც ოჯახი არ აქვს და მე იძახდა რომ აიო რო ეთქვათო ვიღაცას ანუ სტატისტიკაო ესეთი არისო რა რო ეხაო თვითმფრინავიო რო აფრინდება 56% არის იმის შანსი რომ ჩამოვარდესო და წახვიდოდი თუ არა დაждდებოდი თუ არა ამ თვითმფრინავში მაინც გასაფრენადო რა იმიტომ რომ ქორწინების 56% მთავრდება განქორწინებითო და მაგაზე იძახდა რომ ანუ თუ 56% უნდა განქორწინდესო და ქალის როლი მაინც ესე რჩებაო და მაინც ამდენი რაღაცის გაკეთება უწევსო ანუ ჩაჯდებოდიო მაინც თვითმფრინავშიო ხო არ ჩაჯდებოდიო და რაღაც ქორწინდები თუ ეზო რა გვინდა დაახლოებით ესეთი რაღაცა იყო. ხო. დიდი მადლობა რომ ესე გაგვახალისე აუდიტორიამ და ესეთი საინტერესო და სახალისო. არა ძალიან კაია. ხო, ანუ რავი, რო დაფიქრდე რავი, მე არ ჩავждდებოდი 56%. შტერი ხო არა ვარ. ფეხით წავა. თეკვის ანსამს გავყვები. ავტობუსით საბერძნეთში. კი, დოლს გარბო. ხო და ერთი რაღაცის დამატება მინდოდა წერან რა მაგ hard working-ი რომ დამესრულებია ალბათ ტიპაჟებზეც არის რა დამოკიდებული მარტო ის არ არის რომ ოჯახს შევატენოთ შენი work life balance-ის არარსებობა სამუშაოს და პირადი ცხოვრების არარსებობა ტიპაჟებს არის რა მე მაგალითად ახლა წეგან საუბრის დროს გამახსენდა ერთი ვინც საერთოდ არ არის დაქორწინებული და შვილი არ ყავს ჩვეულებრივად შემოსავით არის კატაც არ ყავს და ან ძალიან hard working ტიპია, იმდენად hard working ტიპი, რომ აი რაღაც გულს რო შეგიხონებს რა და იმას არ აქვს პირადი ცხოვრება ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ სამსახურს თუ ამთავრებს 7 საათზე, იქ რჩება 9 საათამდე. ოღონდ მე მისაუბრია მასთან და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სამსახური ბევრ თასკს გაძლევს და ვერ ასწრებს. არა, ის ზედმეტ რაღაცებს აკეთებს რა, ერთი პროექტი რაღაცას რო გთხოვს და ერთი დრაფტი რო გაქვს გაკეთებული, ამას სხვადასხვა დრაფტები აქვს თან ირგვლივ შემოვაგებული, რომ თუ ეს არ გაამართლებს ეს ბევრი რაღაცა ხარა. რა მგონია რომ ძალიან ისეთია. ოდესღაც კოკა წყალს არ მოიტანს, თუ რა გამონათქვამია ეგ რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო. ხო რა, ყოველთვის და მე ოდესღაც გაიჭედება რა. ხო, ანუ ხო, ტიპაჟზეც არის. ტიპაჟზეც არის გეთანხმები აბსოლუტურად. მოდი სანამ ბოლოსკენ წავალთ ერთი პატარა ქვიზი მოგიმზადე ნინი მე. უნდა შეგამოწმო, დაგტესტო. დაბალანსებული ხარ თუ გადამწვარი. გადამწვარი ანუ იმით რომ ძალიან გადაყლილი ხარ და ბევრ რაღაცას აკეთებ. მე კი ვიცი რაც არის პასუხი. ახლა ვერ გეტყვი. აი. ესე იგი, როგორც იქნა თავისუფალი საათი გამოგიჩნდა. რას აკეთებ პირველი? Netflix ხსნი და ივიწყებ აბსოლუტურად ვინ ხარ ამ 1 საათის განმავლობაში. იწყებ რაღაცის მილაგებას, გასუფთავებას, ან იმეილების პასუხს, რო არ დაკარგო დრო და ზიხარ შენთვის ჩუმად და რაღაცა არაფერს რაღაც შენთვის ზომბივით ხარ რა, ესე წყნარად ჩუმად არაფერს არ აკეთებ. ალბათ Netflix უყურებ. ალბათ. მოვინიშნავ, იმიტომ რომ მე უნდა ნუ მეორე ცალსახად გამორიცხე.
კაი, ესე იგი, შენი ტელეფონი ხმას გამოსცემს დაახლოებით საღამოს 10 საათზე. შენ ოკეი. აიგნორებ, თუ რამე სასწრაფო არის, გარეკავენ. კითხულობ, ზედმეტს ფიქრობ და უპასუხებ, როგორ გასცე პასუხი ხვალ და მაშინვე პასუხობ, გინდა რომ მოიშორო თავიდან. არა, მე მაშინ მოშორება მერჩენია ხოლმე, მესამე. აჰა, ესეც მეგარება მე შეიძლება. გადადება. ოკეი. შენი ეხლა როგორია რა შენი მოვჩენე გადამწვარი და გადაბუგული. როგორია შენი ტიპური დილა? ანუ დილით როგორ იყვიწებ? 7, ყავა, მე იქნება რაღაცა ეს ჰმ. გაწევლები. ჰმ. მერე ნახევრად მძინარე და რაღაცა გადმოფორთხდები საწოლიდან და მესამე ქაოსი, რაღაცა თმა გაქვს, თმაზე ცეცხლი კიდია, სად არის ლეპტოპი, რაღაცა ესე შემდეგ. მეორე, ნახევრად, ანუ მიფორთხავ? კი, ყოველთვის რა დილით რაც სხვადასხვა არ უნდა იყოს პასუხებს მე. მისცემ. მართლა აგრიე? როგორ აღწერდი შენს დამოკიდებულებას შაბათ-კვირებთან დაკავშირებით? შეწირული, ანუ შეწირული რა, კი არა და პირიქით, წმინდა, აჰა. რომ სამსახური არ არსებობს საერთოდ. ვისვენებ, ანუ ვცდილობ რომ დავისვენო, მაგრამ რაღაცებზე დაწევაც მინდა და შაბათ-კვირა, ანუ როცა ჩემ მეორე სამსახურს ვაკეთებ რაღაც მეორე, პირველი. ხოთაშორის ამას მეც ესე ვცდილობ, რომ შევინარჩუნო ცალსახად აჰა. შაბათ-კვირებზე, ძალიან იშვიათად ვაკეთებ რამეს. შაბათ-კვირა არის ჩემი, სრულად. ნახე, რაღაცაზე ჩაგეჭრებით, ეხან კიდე მაგ hardware-ის მიზე და რაღაცა. აი, შაბათ-კვირასაც როდესაც მუშაობდა, აი ძალიან ზედმეტად უკვე წერან რა მაგალითს მოგიყვანა, მე ესე მგონია, რომ საკუთარი თავის უპატივცემულობა პირველ რიგში, იმიტომ რომ კი. გავიგეთ, რომ შენ დროს სხვა რაღაცებს ახმარ, თუნდაც სამსახურს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გავიწყდება საკუთარი თავი. კი. და აი უკულტურობა მგონია და უპატივცემულობა მგონია საკუთარი თავი. ამომას. არა, ეც ეხაც გეთანხმები აბსოლუტურად, ანუ შაბათ-კვირას აი ძალიან იშვიათად ვაკეთებ რამეს სხვას, ანუ სამსახურისას, აი რაღაცა ძალიან განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ შაბათ-კვირას გავხსნა კომპიუტერი და აჰა. დავждე და ვიმუშაო და მსგავსი არის გულწრფელად რო გითხრა სამსახურის მერე მუშაობაზეც. ანუ ხა. ეხლა მაგ ეს ბოლო პერიოდი მომიწია, იმიტომ რომ არაორდინალური სიტუაცია იყო რა, ვიღაცამ საქმე გააფუჭა და ნუ უნდა გაგვეკეთებინა რა და მე აჰა. და ერთმა ადამიანმა ავიღეთ ეს. იმიტომ რომ ნუ რეალურად მაშინ გაფუჭდებოდა. ანუ ცალსახად ესე იყო, არ გამოვიდოდა, არავინ არ გააკეთებდა. და ეგ გადაწყვეტილება მივიღე და მაგიტომ მომიწია რამდენჯერმე რომ ესე საღამოობითაც რაღაც გამეკეთებინა, თორე ძირითადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რომ საღამოს რო კომპიუტერს დავხურავ, კი. მორჩა, იქ მთავრდება. კი, ვუპასუხებ, მაგრამ ზედმეტს არ გავაგრძელებ. და ბოლო კითხვა, როცა ვიღაცა გეკითხება, როგორ ხარ? რა არის შენი აჰა. ესეთი სტანდარტული პასუხი? კარგად, დაკავებულად, მაგრამ, ნუ, ვმართავ. შემდეგ კვირაში მკითხე. რა პირველი. კარგად. აუ, მაგ კარგად რაღაცა მინდა რომ გითხრა რომ ამასწინათ რაღაც საინტერესო ვიდეოს ვუყურებდი და რატომღაცო ეგო თქვა ჯერ ის წუწუნის მოიწევენ როგორ ხარ და ეკიდე სხვა ამბავია, მაგრამ როდესაც ვიღაცა გეკითხებაო როგორ ხარო და შენ ინსტინქტურად ეუბნებიო კარგად ვარო და არ ხარ კარგადო, ეგ ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებო შენ თავში, იმიტომ რომ ცუდად ხარ და შენ თავს აქეთან მხრიდან აჯერებ რომ კარგად ხარ, მაგრამ რეალურად აჰა. შენ ცხოვრებაში თვალ ისე კარგად არ მიდის და მე ძალიან ირევიო რა და საინტერესო თქონდა ჩაშლილი. თუმცა ისეთ რაღაცა ის არის სისულელე რომ ძალიან დიდი ხნის ნაცნობი რო შეხვდა ქუჩაში და ისიც სტანდარტულად მოგიკითხო და ჩამოუშვები და ერთად იქ. ხო, ეგ არ მე მგონია. სწორი პასუხი. ხო იცი რა არის მეც მგონია რომ მეც ეს small talk-ი რა ინგლისურად ძალიან კარგი რაღაცა არის. ხო, აბა ესე იგი შევაჯამოთ შენი პასუხები და გეტყვი რა წაგიკითხავ, აგერ მაქვს საბოლოო პასუხი. შენ ხარ ზენ მასტერი. ანუ ესე იგი შენ დავარო? შეძელი რომ კოდი გაგეხსნა.
ან კარგად წარმოაჩენ თავს, რომ შეიძლება ამ კოდის გახსნა, ეხლა რა თქმა უნდა მეტაფორულად გაატარენ მნიშვნელობით, იცი ზუსტად როდის უნდა გამორთო და შენი საზღვრები გაქვს და საკმაოდ ძლიერი ხარ იმისთვის, რომ გადარჩე რაღაცა იმეილ შეტყობინებებს, გადაურჩე იმეილ შეტყობინებებს და რაღაცა არ ჩაყვე და არ ჩა ძალიან კარგია, ძალიან, ძალიან, ნამდვილად შენ ძალიან. რომელი ხარ? მე არ გამიკეთებია ჩემ თავზე, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს მეორე ვარიანტი არის B-ს, B-ებზე რა, ანუ შენ უმეტესად შემოხაზე, ანუ ხა, მე ხა, B ხა. ვიქნები, რომელიც არის juggler ქვია, ანუ რა ქვია მაგას, რომ იმაშვება რა, ერთმანეთში ჟონგლიორი? ჟონგლიორი, ხო, ჟონგლიორი, ქართული სიტყვა ჟონგლიორი, არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ მივხვდი. ხო, ხო, ეგ ვიგულისხმე. ხო, ინგლისურად ჟონგლიორი. ვერ მივხვდი. ხო. ხო, მაგრამ ეგ აი ეს არის. მივხვდი. ხო, ეხა მგონია რომ მაგ მომენტში ვარ რა, რაღაცა ბალანსი ვიცი როგორიც არის, იმიტომ რომ ესე ვცხოვრობდი და ეხლა ვეძებ აი იმ წერტილს, სადაც მივალ ისევ იმ ბალანსთან რა. იმედი მაქვს მალე მალე მივალ მეც ამ ყველაფერთან. არა, ხო, ბოლო ძებნა და დატესტვაც არის ხო შენი თავის, იმიტომ რომ მე ახლა შენ მითხარი მგონია მას წინათ, რომ თავს რო გამოვიდეთ, რომ ვიძახი, რომ დისტანციურად მუშაობა ჩემი dream work-ია და ასე შემდეგ, ფაქტის წინაშე რო აღმოჩნდე, შეიძლება საერთოდ გავგიჟდე და გადავირიო, არ მომეწონოს რა და ამიტომ ბევრი რაღაცები უნდა დაიტესტოს, რომ აღმოაჩინო შენი თავი ნახოს სადრანაირად როგორ გრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემთავს რო ვადარებ კოვიდის პერიოდში დისტანციურად მუშაობა და ის ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო. მაგ დროს აჰა. ყველაფერი დახურული იყო და ივანეს რო სხვა ხო, მენტალური პრობლემები კი. გამიჩნდა რა და არ ვიცი, ასე რომ ვლატაობდა რომ ამბობ რომ რაღაცა როგორ დისტანციურად მომუშავოთ, რომ შეიძლება საერთოდ არც არ მეწონოს. იმიტომ იმაზე დატესტვაზეა ყველაფერი რა. ხო, ანუ ეხა თან რაღაცა ახალი ეტაპები დგება ცხოვრებაში, რაღაცა ახლები იცვლება, ახალი სიტუაციები მოდის, ახალ რაღაცებს. ეხა მაგალითად ჩემთვის ისიც დიდი ცვლილება იყო ქალაქიდან რო ასე, ანუ დიდი ქალაქიდან რო ასეთ პატარა ქალაქში რო გადმოვედი საცხოვრებლად, ესეც ძალიან დიდი გამოცდა იყო ჩემთვის, რა, იმიტომ რომ მე არ ვარ მიჩვეული ესე არც დარყოფილ ვარ ესე ძალიან ბედნიერი ესეთ პატარა ქალაქებში ესე რო ვთქვათ რა, იმიტომ რომ ხო მე მიყვარს ის ქალაქის ხმაური, ქალაქის დინამიკა, ქალაქის სიტუაცია, რომ რაღაცა საღამოს 7-ზე სახლიდან რომ გავდივარ, ანუ აქ არაფერი აღარ ხდება. და იქ ყველაფერი ხდება რა, მაგ დროს იწყება ბევრი რაღაცა და ხო, აი ეგეც ადაპტირება იყო ჩემთვის, მაგრამ ნუ ხო რა, ცხოვრებაში რაღაცა პრიორიტეტები იცვლება და პრიორიტეტებს რაღაცა თავისი დრო და ენერგია მიაქვს. მე კი, ძალიან კი. მომეწონა ჩვენ დღევანდელი საუბარი, შენ რას ფიქრობ? კი, მეც მომეწონა და კარგია რა ეს პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსის დაცვა. იმიტომ რომ რაღაცნაირია რა კიდე ერთხელ განმეორდები რომ საკუთარი თავის უპატივცემულობა და მე აბრალებენ რაღაცეებს რა რომ ასე იმიტომ ხდება რომ იმის გამო არა რეალურად საკუთარ თავს რომ დაუკვირდნენ ბევრი გეპების თანახვა შეუძლიათ რასაკეთებენ არასწორად და ის კი, გასობაც ექნებათ მეგობრობის ექნებათ შვილის ყოლა და ოჯახის ყოლა ჩემი აზრით საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ всё მორჩა შენი პირადი ჩემი ცხოვრება და ზუსტად. ვეღარ აზროს ვერ გაეთობი არა მათ შორის შენც იცნობ და კიდევ ბევრს ვიცნობ ვისაც ყავს ოჯახი მაგრამ იდეალური კომბინაცია აქვს ქმარს და ცოლს ერთმანეთთან ერთ შეთანხმებულები არიან შენ ამას და მე ერთიანად მოდის რომ ახლა თუ სულ ვიწიწუნებს და სულ ესე წუწუნის რეჟიმში გადავედით რომ არაფერი არ ხდება და სამსახური და მთელი ამბები ასე არ გამა. ვერ გაკაჩა უბრალოდ ვერა, ის თორე ერთი-ორი გადაიწვევი. ძალიან ძალიან კი. გადაიწვა. გეთანხმები, ანუ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს ცხოვრების და რაღაც სამსახურის ბალანსი მითი არ არის, ანუ ცალსახად არ არის მითი, აბსოლუტურად მიღწევადია. უბრალოდ გჭირდება სწორად მართვა. ანუ აი, რომ სწორად მიხვდეთ, გაიაზრო ეს ყველაფერი, გაიაზრო, რომ რაღაცების არ გაკეთებით და რაღაცებზე პასუხისმგებლობის არ აღებით. ქვეყანა არ იქცევა. აი მაგალითად, ნუ დარეცხავ ჭურჭელს ყოველ ღამე. მოდი ესე ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი რა. აი ნუ გადაყვები მაგას და რა ვიცი, სამყაროს დასასრული არ იქნება ეგეთ მასე რომ დაიძინო და უბრალოდ დაისვენო. აი უბრალოდ რომ დაისვენო, სიტყვაზე ვიძახი რა. და ბევრი ეგეთი რაღაც. და ხო ეგეთი მაგ სიტუაციაში, მაგრამ ნუ ხო შულთან ერთად რთულია, როცა აი საქართველოში მგონია რომ შედარებით მარტივი იქნებოდა ჩემთვისაც, იმიტომ რომ ბევრად მეტი
დამხმარე ხელი მეყოლებოდა ესე რომ ვთქვათ, აქ ეგ მაგის ფუფუნება ნაკლებად მაქვს, მაგრამ მაინც მაქვს. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის ფუფუნებას აქაც მაძლევენ. და ხო რა მაქსიმალურად მგონია რომ თუ შენ ბედნიერი არ ხარ, ძალიან რთულია მერე ბედნიერი შვილები გაზარდო და ბედნიერი შვილი, ანუ შვილსაც, ანუ აი მაგაზე უნდა ვიფიქროთ რა. შვილს თუ არ დავანახეთ, რომ შენ თავს ცემ პატივს, აი ძალიან კარგად თქვი ეგ რომ პატივისცემის გამოხატვა შენი საკუთარი თავიდან იწყება ჩემი აზრით რა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს დანარჩენმა ადამიანებმა უნდა დაიმსახურონ რომ პატივი ვცე, ესე ავტომატურად ყველას არ ვცემ პატივს. არც ასაკის და არაფრის გამო ადამიანმა უნდა დაიმსახურა. ხა რა თქმა უნდა, ხა ზრდილობა სხვა რაღაცა არის და პატივისცემა სხვა. და შვილს უნდა დაანახო, რომ შენ თავს თემ პატივს და შენი თავი გიყვარს. რომ მანაც, ანუ მასთან მან ხო გინდა რომ ესე აბალანსოს თავისი ცხოვრება და რაღაც სამსახურს არ გადაყვეს და ხო გვინდა ჩვენ რაღაცა ესეთი საუკეთესო ადამიანები და არა ფსიქოლოგიურად ჩვენს დამოკიდებული და ასე შემდეგ ბავშვები გავზარდოთ. და მაგაზეც უნდა ვიფიქროთ რა მაგალითსაც ვაძლევთ, მგონია რომ იმ მაგალითს ძალიან მყარად მიყვებიან. და ერთ რაღაცას დავამატებ, ახლა გამახსენდა, ახლა ამ ასაკში უკვე ვიღა მეტყვის მაგას, მაგრამ ეს 20-21 წლის ვიყავი და ჩემი ერთ-ერთი შტერი ახლობელი, აღარ შტერი რაღაცა უტასტო, ვითომდა რომ მაწვებოდა დაქორწინებაზე, რომ ასე მახსოვს რა, ჩაბეჭდილი მოხსოვში, რომ შენ ასაკში მე სამშვილს ვზრდიდიო რა და ეგ ქონია მასეთი ამბავი, ჩემს კეთილმოსურნეებს მასეთი წინადადება უძღვამს და აი სულ ფიქრობდი რომ ახლა მე 21 წლის ასაკში რომ 3 შვილი მყოლოდა და ჩემი ფსიქოლოგი ალბათ შეიძლება შეირღაოდა მაგრამ იქ მაშინ რასაკეთებდნენ არა სხვა ალბათ სხვა პრიორიტეტები მაგ დროს იცი რა პასუხი მიჩნდება რაღაც ინგლისურად არის ძალიან კარგი good for you like ანუ აი რავი, ანუ რა გითხრა, მომიგე თუ რა გააკეთე, ანუ ეგ შეჯიბრების კულტურაც ძალიან უაზროდ გვაქვს. ანუ ყველგან რაღაცა ვიღაც არის გამარჯვებული, ანუ რატო? ძალიან ხო, იმიტომ რომ იმისთვის ის ფიქრობდა, რომ ქალისთვის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის დედობა და ქმრის მოვლა და ოჯახის შენახვა. ოღონდ შენახვა რა ფულის შემოტანით მხრივ არა ისა. ფული შემოტანა კაცია. ხო, არა, ეგ ძალიან ის არის. გამარტყავით. გეთანხმები მაგაში, აბსოლუტურად. მე არ მქონდა, იმიტომ რომ მე პირდაპირ ვერ მეუბნებოდნენ ალბათ ერთი ეს იყო და მე მეორე ამან არ ვცხოვრობ დიდი ხანია. მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვარ ადამიანებისთვის სრულიად გაუგებარია, ამაზეც მქონდა საუბარი, 7 წელი ვიყავი დაქორწინებული და შვილი როგორ არ მყავდა. აი ეს დღემდე რაღაცა ეს ფორმულები რო იმეშვება და ერორს რო უგდებს, ხო იცი, ანუ აი ეგეთი რაღაც. არავის საქმე არ არის აქედანვე კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. არც ის მეორე შვილს როდის გავაჩენ და ასე შემდეგ. რომ დავაბალანსებ ყველაფერს, მერე ვიფიქრებ რაღაცებს. მე ჩავწეროთ კიდე ერთი ეპიზოდი მასწავლებლად. ნატამ დააბალანსა მოკლა. Work life balance is done და ანუ ხა თავიდან ჩავუშვათ ახალი პროგრამა. და მე იმ ტესტს მე გაგაკეთებინებ შენ, რომ ესე ცხადი იყოს. ყველაფერი იდეალური. Approved. ხო, ძალიან კაია. მადლობა ესეთი საინტერესო თემის შემეთავაზებისთვის. აქაც ალბათ ბევრი ვიღაცა ხდება, ვინ არის hard working-ი და ვინ არა, მაგრამ მაინც მადლობა უნდა გადაგიხადო აუცილებლად და აბა წარმატებებს გისურვებ თქვენ აუდიტორიასაც უსურვებ მას პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსის დაცვას, იმიტომ რომ გაერთენილი დღეს დაივიწყეს, რა ქვია. აბა ხატა გაიარე ჩემთან და დევს. გამოგაქორწილში. ამიტომ მეხუბრება ნატა ყვავილი თუ დავიჭირე. შენი ძალი. აი შენ მეგობრებს ეხა არ ვიცი, მანჩო და ანუკი ხომ მოყვებიან? კი, ეგენ მეჯვარები არიან. ხო და უთხარი რომ ვიდეო გადაიღონ. აი ანუკი, ვიდეო გადაიღონ და არ ვიცი, ვისი ქორწილიც არის იმ ადამიანს მე მგონი არ ვიცნობ, მაგრამ იმას გულით ვთხოვ, რომ შენ დაგიმიზნოს. ხო, თუ დამიმიზნოდა და წავიქეცე, ასეთი დამიმიზნოდა არ მი. ნახოთ, აბა როგორ განვითარდება მოვლენები.
მაინტერესებს. თუ რამე მოვასწრებთ ნინი რა და დავადოთ ეს შენი ფთაიგულის დაჭერის ვიდეო ამ ბოლოში ესე ჩაამონტაჟე. კი, ანუ კი და სწორია. აუ ერთ ვიტყვი კიდე და всё, მოვჩეთ სადღაც ალბათ მე-12 კლასში ან პირველ კურსზე ვიყავი და მაშინ შეყვარებული მყავდა რა და ესეთი რაღაცა მითხრა ამ ტიპმა და ის სხვამაც მითხრა, არ ვიცი რატო გადაწყვიტეს ჩემს ბეძელ ფიქრი და იქ იცი ქართული ხო გახსოვს ქართული ტრადიცია რა ოჯახში რო შედიან და თებში რო თებში რო ტყდება და ერთ-ერთი ნაჭერი უნდა იმას ხნა რა ქვია აიღო და დილში უნდა იმას ხნა რა ქვია დაიდო ბალიშის ქვეშ და ისევ დაიძინო და დაგესიზმრა ჩემი საბედო. აბა შენი აზრით რა მოხდა? კატა დაგესიზმრა თუ? არაფერი არ დამესიზმრა, ასე რომ ნიშნები, დიდი ნიშნები. მაგის მერე ხელი ჩაქნეული. ეგნაფსი თუ გატყდა ნატა დღეს და დავიჭირე ეს ყვავილი და მე მართლა ფატით ჩავწერე ეპიზოდი, მე ნახე შენ. აგერ მე და აგერ შენ. აგერ მე და აგერ შენ. ფატა ჩემზე არის, ანუ აი. რას ლაპარაკობ, ნინი, საქართველოს ჩამოვალ ხვალვე. არ არის პრობლემა. თემეში რა всё, საქმეები. წავედი. Ciao. აბა კარგად. Don't